მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს ვიწყებთ ახალ სერიალს. მე დღეს ვიწყებ უბრალოდ YouTube-ზე როდის დაიდება, არ ვიცი, როგორც იცით, ეს არის სპეშალი 300 გამომწერზე ახალი სერიალი და ჯერჯერობით 297 გამომწერი მყავს. სულ რაღაც 3 გამომწერი მაკლია, მაგრამ რა ვიცი, მაგ 3 გამომწერის შეგროვებასაც დრო უნდა. 1 ივნისს ვიყურებ ამას და შეადარეთ ახლა რამდენი ხანი იქნება გასული, როდის დაიდება ეს ვიდეო. ეს არის სოპრანოს კლანი, პირველი სეზონის პირველი სერია, სათაურად Pilot. რა გასაკვირია. ძირითადად ხო სერიალების დიდ ნაწილს პირველი სერიის სათაურად არის აქვს Pilot, როგორც Breaking Bad-ს. ამ სერიალზე არ ვიცი ვაფშე არაფერი. რაზეა, რას ეხება მთავარი გმირის, ერთი მთავარი გმირის კადრები მაქვს რამდენიმე ნანახი. სახელიც არ ვიცი, სავარაუდოდ სოპრანო იქნება გვარად, იმიტომ რომ სოპრანოს კლანია სავარაუდოდ კვალზე, ოჯახზე იქნება რამე. ერთი ისიც რომ ჩემი ვარაუდი გამოვთქვა, შეიძლება მთავარი გმირის ოჯახიც არ იყოს და რაღაც სხვა კლანი იყოს, კაროჩე რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რა. ბევრი რო არ გავწევოთ. ყოველ შემთხვევაში ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომ აუცილებლად უნდა იყოს სოპრანოს კლანიო და რა ვიცი, ძალიან მიჰაიპებენ, რამდენიმე მეგობარი მართლა ძალიან მიჰაიპებს ამ სერიალს და წესით კარგი უნდა იყოს. შეფასება IMDb-ში მიუხედავად იმისა, რომ ვაფშე აღარ ვენდობი მაგ შეფასებას, მაღალი აქვს. სიმართლე გითხრათ, ობიექტურად IMDb-ში მაღალი შეფასების მიღება უფრო რთულია, ვიდრე დაბლის. ამიტომ ამ შემთხვევაში 9+ შეფასება რომელსაც აქვს სერიალებს, მაგათ ვენდობი ყოველთვის, იმიტომ რომ რთული არის, როგორც უკვე ვთქვი, ახლა შეფასების მიღება IMDb-ში, მაგრამ ზოგიერთი სერიალი ახერხებს და ბევრი არა სხვათა შორის, ამიტომ სოპრანოს კლანი წესით უნდა იყოს საინტერესო სერიალი. არ ვიცი რამდენი სერია, მოიცადეთ შემოწმეთ უცბად. ხო, სერია არ ვიცი, მაგრამ სეზონი 6-ია. ხო. სეზონი 6-ია. კაი. დრო აღარ დავკარგოთ მაშინ. მეც ვილაპარაკებდი ინტროში, რომ ვცოდნო და საერთოდ რაზეა ეგ სერიალი და რა მოხდება. ერთი რაღაც მაინც რომ ვცოდნო და როგორც Breaking Bad-ში თუ ვიცოდი საერთოდ. რაღაცა ვიცოდი 1-2 დეტალი, მაგრამ აქ ვაფშე არაფერი არ ვიცი. გარდა იმისა, როგორ გამოიყურება მთავარი გმირი. რაც ძალიან იშვიათობაა, მე თუ გითხავთ სპოილერების გარეშე, ყოველგვარი პატარა სპოილერის გარეშე რომ ვიწყებ სერიალის ყურებას. დავიწყეთ. სოპრანოს კლანი, პირველი სეზონის პირველი სერია Pilot. 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. ასევე ეს 1 საათიანი სერია. ეს ინტროას თუ просто დასაწყისში კადრებს ხოჩემე შეიძლება პირველი სერიის ინტრო არც აქვს. HBO სტილი კი იქნება. როგორც Welcome to Daily Station და თავარი გმირია ეს. და არ ვიცი თქვენთან გამოჩნდა თუ არა, მაგრამ ცოტა გაჩვენე. კი, მგონი მთავარი გმირია ვიცანის სახელზე. საინტერესოა.
The Sopranos. ასეთია ინტრო თუ შეიცვლებები არ ვიცი, ის რა არის. რა ჯანდება? არ ვიცი დავაცენზურო თუ არა ეს უბრალოდ ის არის. ქანდაკება. Mr. Soprano. Mr. Soprano, კარგი. გიმარჯოს. Დაბრძანდით. როგორც თქვენი ოჯახის ექიმ კუსამანოსგან გავიგე, გრძნობა დაკარგეთ. შესაძლებელია ეს მიზეზი შიშის შეტევა იყო. იგუდებოდით? მათ თქვეს, რომ ეს შიშის შეტევა იყო, რადგან სისხლის ანალიზის და ნერვების წესრიგში მაქვს. ამიტომ აქ გამომგზავნეს. და არ ეთანხმებით იმას, რომ უმიზეზო შიშის შეტევა გქონდათ. ახლა თავს როგორ გრძნობთ? კარგად. შესანიშნავად. შემიძლია სამსახურს დაუბრუნდე. რა საქმიანობთ? ნარჩენების მართვის კონსულტანტი ვარ. მისმინეთ, ფსიქიატრთან საუბარი არ შემიძლია. თქვენ როგორ ფიქრობთ? გონება რატომ დაკარგეთ? გონება დაკარგეთ. მეთქი რა გრძნობა დაკარგა. შეიძლება სტრესის გამო. რა მიზეზით? არ ვიცი. ვიცი. იმ დილით როცა ცუდად გავხდი, ვფიქრობდი რა კარგია როცა რაღაცას პირველი საფეხურიდან აღწევ. ვიცი ყველაფერს ძალიან გვიან მივახცია. მოგვიანებით კი ვფიქრობდი რომ ყველაფერი დასრულდა, რომ საუკეთესო უკვე დასრულდა. ვფიქრობ ბევრი ამერიკელი ფიქრობს და გრძნობს იგივეს. მამაჩემზე ვფიქრობდი. მას იმ სიმაღლეებისთვის არასდროს მიუღწევია, რასაც მე, მაგრამ უამრავ სხვა საქმეში ბევრად მეც მიაღწია. მას თავისი ხალხი ჰყავდა, ჰქონდა მორალური პრინციპები, ჰქონდა სიამაყე. მითხარით, დანაკარგის გრძნობა გონების დაკარგვის საათებში ხომ არ გაგიმძაფრდათ? არ ვიცი. ვიდრე ეს მოხდებოდა რამდენიმე თვით ადრე, ჩემ აუზში გარეული იხვები დაბინავდნენ. ეს საოცრება იყო, ისინი კანადიდან ან სხვა ქვეყნიდან იყვნენ. ქორწინების სეზონი იყო, მათ პატარა იხვები შეეძინათ. როცა ჩემკე ჩემს გოგონასთან მისი მეგობარი მოვიდა. სკოლაში უნდა წაიყვანა. მედო, მამაშენი იხვებთან ერთად არის. ხო, ვიცი, მთელეზოში მათი განავალის სუნი ტრიალებს. გოგონება მხოლოდ შტოში სწვენი საკმარისი არ არის. ტვინის საკვები საჭმელი გჭირდებათ. გასაგებია, დაბადების დღეს გილოცა, ჩემი 13 წლის ბიჭი. ბიჭიც ყავს. მასზე ეს არ მოქმედებს. დედრმა და მამრმა იხვებმა თქვენ აუზში ისეთი ამბავი მოაწყვეს? აქედან მოუსვი, საძაგელო, რას ეკეთებ? გოგონება. გუშინდელს პოლატელს ხომ არ გასინჯავთ? აქედან მოაშორე, ძალიან ცხიმიანია. მხოლოდ ერთი ლუყმა. მის სოპრანო, ასეთ გამხდარი როგორ ხართ? ისევ ამიხებთან ერთად არის. ეს სასრიალო თუ არ მოგწონთ, გამოვცვლი. შეიძლება ხის სასრიალოთი შევცვალოთ. ბავშვებო, მოდით. პატარები გაფრენას ცდილობენ. მოდით, ნახეთ. შეხედეთ, ფრენას სწავლობენ. ცხოველთა სამყაროა, მამა. მაგარია. ეს გუშინ გვაჩვენე. მაგარია.
ჩემი ცოლი ფიქრობს, რომ ჩემ გოგონაზე მისი მეგობარი ცუდ გავლენას ახდენს. მაგარია საშობაო ჩვენჯერთან ერთად ასპენში რომ მოდიხარ. შარშანს კი დარლიხი ვნახე. ისე როგორც ახლა შენ ხედავ. ღმერთო, მისმედო, ჩვენ მოვილაპარაკეთ. სკოლაში კარგად უნდა ისწავლო და შობამდე კომენდანტის საათი უნდა დაიცვა. ამ შემთხვევაში წახვალ. ვიცი. დილამშვიდობის გოგონებო. გამარჯობა მისტერ სობრანო. გამარჯობა, გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა მამა. ენტონი უმცროსის დაბადების დღის წვეულებისთვის ადრე დაბრუნდები არა? ენტონი უმცროსი. ჩემი კაი. აქ მე ფრინველე. იმენა. Breaking Bad-ის ოჯახის პონტი ხარ არის ახლა. მოწვირო ერთი გოგო ყავს და ერთი ბიჭი. ასევე ტიპს ენტონი ქვია. პირად ცხოვრებაზე საუბარი არ შემიძლია. იმ დღეს შესახებ დაასრულეთ საუბარი, როცა გონება დაკარგეთ. ხო, დაასრულე. ჩემ დიშვილთან ერთად სამსახურში მივდიოდი. ჩვენს ბიზნესს სწავლობს. კრისი იმის ნათელი მაგალითი არის შესახებაც ადრე ვსაუბრობდი. დაურეკე, რა ქვია, Tribor Towers ნაგვის გატანის კონტრაქტთან დაკავშირებით. გუშინ სახლში გვიან მივედი, მისი გაღვიძება არ მინდოდა. დღეს ადრე ადექი არ დაურეკე? ის თავის ოფისში დილის 6 საათიდან არის. დილით თავს საშილად გზნობდი, დედამ მითხრა რომ სამსახურში საერთოდ არ წავსულიყავი. ყურადღება მიაქციეთ. ამ ბავშვმა სულ ახლახანს ლექსუსი $60,000 იყიდა. შეხედე მაჰაფი მოდის, მართლა? ხო, შეხედე ვარდისფერი კაბით, ძუძუებიანი ქალის გვერდით. უკან დაბრუნდი. რა? ვინ მოდის მერხვები? ჩემი მეგობარი მაჰაფი. კბილ ქალთან ერთად. გამარჯობა. ჩვენ კაცი დავინახეთ, რომელსაც ძალიან დიდი ფული უნდა მოეცა. შეიძლება? გასაგებია. არ ვიცი ეს ისტორია სად მიგვიყვანს. მაგრამ ჩვენ გარკვეული ეთიკური წესები გვაქვს და უნდა მოვილაპარაკოთ. ყველაფერი, რასაც თქვენ ყვებით, ექიმისა და პაციენტის კონფიდენციალურობის ქვეშ მოხდა. თუ გამორიცხავთ იმას, რომ ვთქვათ, გავიგებ, რომ მოხდა მკვლელობა. არ ვამბობ, რომ ეს მოხდება, ვამბობ, თუ პაციენტი ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების შესახებ რაიმეს მომიყვება, ვალდებული ვარ ეს მთავრობას ვაცნობ. ნუ მიხდა მაგაზე, ანუ რაღაცა მოხდა და ახლა არ ეტყვის, თქვენ თქვით, რომ ნარჩენების მართვის კონსულტანტი ხართ. ჩემი საქმიანობა გარემოს დაცვაა. ექიმიკოს ამანა მხოლოდ თქვენი ოჯახის ექიმი არ არის, ის თქვენი მეზობელიცაა. გესმით რას ვამბობ? არ ვიცი იმ ადამიანს რა დაემართა, მე უბრალოდ ვამბობ. არაფერი მომხდარა. უბრალოდ ყავა დავლიეთ. მიშველეთ. დამეხმარეთ. ჯანდაბა. ჩემ კაი, რასიზებს ახლა ენტონი ბანკანით არ გაიტანს, მაგრამ ნუ გაეკიდება. ბავშვია თორა. ვაუ. ტონი, მოიცადე. უსაფრთხოების სამსახური. დაცვა. ტიპი მე ტრასაზე რატო დავიხარ უბრალოდ გზაზე. მიშველეთ. მინდორში გადახდი შედებილო. არ ვიცი რამდენად გადმოვა. შემიკაი. კარგად ხარ? ფეხი მომხდა. ძვალი მილაყლაყებს. მაჩვენ. ახლა გაჩვენებ ძვლის ლაყლაყს, შენი დედაც მოტყან. სად არის ჩემი ფული? ყავა დალიეთ. დიახ, ყავა დავლიეთ. სახეს მოგიტყნავ, შენი დედაც. ანუ ამას არ ყვება პროსტა. ჩვენ გვაჩვენებენ, რომ როგორ დალიეს ყავა. რას დამდგარ ხარ? მოდი აქ. მისი შეკეთება $3,000 დამიждდება, $3,000. საქმეს მიხედე. ფული სად არის?
რა ჭენდება? შენი დედაც სად არის? მოგიტან, შენი დედაც ვიცი რასაც მოიტან. იცი რას მიიღებ? სიფათში ტყვიას, რადგან გონია რომ ვინც ადრე საქმეს აწარმოებდა იმ ხალხთან შედარებით მე არაფერს წარმოვადგენ. მაპატიე. ნაბიჭვარო მოკეთე. საინტერესოა. არაფერს წარმოვადგენ, არა რა გატირებს? ჯანდაცვის სამინისტროსთან გდიხარ, ნუ დირი. ანუ ეს ჩვეულებრივი პონტია. დედა მოთხნული ბანკოს მოთამაშე. შევიკაი. შემდეგ მეორე დილით საუზმეზე საქმიანი შეხვედრა მქონდა. მიწვეული ვიყავი როგორც ნარჩენების დამუშავების კონსულტანტი. ძმა, შენი აღარ მჯერა უკვე. ტრეიბოთ ტაუერთან დაკავშირებით რა გვაქვს? მართლაც უნდა რომ დიგთან კონტრაქტი განაახლოს, მაგრამ ეს კოლორ საინეტიში მორიგი სხვა ქვეყნის კომპანია. ხო, ძმები კოლორები, რაღაც ჩეხოსლოვაკიის მსგავსი ქვეყნიდან არიან. ისინი ქაღალდს, პლასმას, ალუმინს დიგთან შედარებით 7000 თიაფად გაიტანენ. კარგი, ქურდობისთვის ყოველ თვე 40 ჯერ გადაგვიხადონ. საქმეც ის არის რომ არ გადაიხდიან. ისინი ამბობენ რომ თუ ჩეხოსლოვაკიაში შეუძლიათ კომუნისტები ტრაქში გაუშვან, ჩვენც თავისუფლად გაგვიშვებენ ტრაქში. მე დაგტოვებ, დედამოწყნული ნაგვის ბიზნესი. ვიცი ყველაფერი იცვლება. მერით შემიძლია დაგეხმაროთ. ნუ გახმოვანი და იმენა პირდაპირია. მუცლის ტკივილმა გაგიარა? კი. მუცლის ტკივილმა. შენ რას აკეთებ? გაბრიელა მაგ ტეკაპიკოლოს საჭმელად გამომგზავნა. აქ საუკეთესო ადგილია. გამარჯობა თი. რაღაც მინდა გკითხო, თუ არ ვწდები სკოლაში ერთ ბიჭთან ერთად სწავლობდი. არტი ბუკო ერქვა. აქ ბიძაჩემთან დაკავშირებით რაღაც სიტუაცია შეიქმნა. დეტალებს ვერ მოგიყვებით. შვენიერია. შვენიერი. ბიძაჩემი ჩემს სტრესს შესანიშნავად აღრმავებს. ეს ჩემი საქმე არ არის. მაგრამ კლუბში ამბობენ რომ ბიძაშენი ჯუნიორი მალანგას ჩაძირვას აპირებს. ახლა ეს შვენიერია. დაკეთებას შენი მეგობრის არტის რესტორანში აპირებს. საინტერესოა. გამარჯობა ბიჭებო, როგორ ხართ? არ გაინძრე. ბიძია ჯუნ, გამარჯობა. მიხარია შენი ნახვა. გამარჯობა კრის. გამარჯობა ბიძია ჯუნ. ახლა ზუსტად შენზე ვლაპარაკობდი. დღეს ენტონი უნცუსის დაბადების დღეა რა. მხოლოდ ძვირფასი არაფერი აჩუქო, ისედაც ძალიან გავათამამეთ, კარგი? ეთყობა. გამარჯობა. არტი. საქმეები როგორ არის? არა უშავს. მოდი ჩემთან. მიხარია შენი ნახვა. შეიძლება დავждე. კი, იმაგინე. თუ უყურებდა ასე. აქ თუ ვინმეს ჩაძირავენ, იცი ეს საქმე როგორ შემოტრიალდება? ხო, ბიზნესი დამთავრდება. უკეთესი იქნება ბიზაშენთან თუ დაждები. ბიძია ჯუნიორი მამაჩემის ძმა. კარგი ბიჭია. მაგრამ ბერდება. ანუ მთელ ოჯახს გვაცნობენ. კაი დიდი ოჯახი. თორსა პატარა ვიყავი, ბეისბოლზე დავყავდი. იანკისის თამაშებზე მიყვარს ბიძაჩემი. ამავდროულად როცა გავიზარდე, ჩემ ბიძაშვილს უთხრა რომ კარგი სპორტსმენი არასდროს გავხდებოდი. ამან ჩემ თავმოყვარეობა სერიოზული დარტყმა მიაყენა. ვინ არის? მე ვარ დედა. ახლა დედა. ვინ ამბობს მე ვარ? დედა, კარი გააღე. ენტონი? ხო, მე ვარ. გააღი კარი. გამარჯობა, როგორ ხარ? ღმერთო, დედა, გაანიავე ხოლმე. კარი დაკეტე? ხო, დავკეტე. გუშინ როცა დაღამდა, ვიღაცამ ტელეფონზე დარეკა. ვინ იყო? გონია ყურმილი ავიღე? უკვე ბნელოდა. დედა, ამას ვერასდროს გავიგებ. ტელეფონს უსმენენ. სიბნელეში ხალხი ხედავს, მესმის რომ სიბნელეში ქუჩაში არ გადიხარ, მაგრამ არ მესმის, როცა ბნელდება ტელეფონს რატომ არ იღებ. ხო, მას მოусმინეთ ყველაფერი იცის. ისადილე? ბადრიჯანი მოვამზადე. არა, ახლა ხან ვისადილე. იცი ახლა ხან ვის შევხვდი? ბიძია ჯუნს. ფიქრობ, ეს მე თავისი რძლის სანახავად მოვა? არტი ბუკო გახსოვს? მასთან ერთად სკოლაში ვსწავლობდი. ხო, რა თქმა უნდა. დედამის ისე ხვდები ხოლმე. მითხრა.
რომ ის ყოველდღე ურეკავს. მოკლედ ბიძია ჯუნიორი აპირებს არტის პრობლემები შეუქმნას, მისი შემოსავლის წყაროზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს. ეს რა არის? CD პლეიერი. ვისთვის? ჩემთვის? ხო, ეს მე არ მჭირდება. არ გინდა? შენ ხო მუსიკა გიყვარს? შეგიძლია ყველა ძველ მუსიკა მომღერალს მეც სიძე მიყვარს. მოусმინო, ყველა რაც შენ გიყვარს. პიჟამა გეიმი, კონი ფრენკსი, მოусმინე? მოდი ვიცე. უნდა მოდი დაველი. ვიცე. შეწყვიტე. არ გინდა. მიდი. თავი დამანებე. არა ახასიათზე. დედა რაღაც უნდა აკეთო. როცა მამა გარდაიცვალა, უამრავი რაღაცის გაკეთებას აა, აპირებდა. მამა გარდაცვლილია. ხო ვიცი, მაგრამ მოგზაურობას აპირებდი. სამსახურის დაწყება გინდოდა. არაფერი არ გაგიკეთებია საერთოდ. ნუ მასწავლი როგორ ვიცხოვრო, გაჩუმდი. შენ გამო ძალიან ნერვიულობ. მოხუცთა თავშესაფარზე ნუ მელაპარაკები. ეს მოხუცთა თავშესაფარი არ არის, ეს საპენსიო საზოგადოებაა. იქ შენი ასაკის ხალხი ცხოვრობს, მოგზაურობენ ერთმანეთთან ურთიერთობენ, მუშაობენ და ასე შემდეგ. ამ სახლში ინვალიდის სეტლით ბევრი ქალი მინახავს. იდიოტები ვით ბლუყუნებენ. არ მომწონს. გითხარი რომ უკვე ვისადილე. კარგი მისმინე. ბიძია ჯუნიორს არტის შესახებ ესაუბრე, კარგი? შენ პატივს გცემს და მოგისმეს. ბიძა შენ სარტურთან თუ რამე საქმე აქვს, თავადაც კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. და მე არ ვიცი არა. მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგონები უფრო მეტად უვლიან დედებს, ვიდრე ბიჭები. ხო, გატეხილი ფირფიტების სანაცვლოდ CD ჩემთვის მიყიდია. იმედი მაქვს დღეს საღამოს ენტონი უმცროსის დაბადების დღეზე მოხვალ შენი გამოცხვარი ზითით. იმ შემთხვევაში თუ დამპირდები რომ ვინმე წამიყვანს და შემდეგ უკან წამომიყვანს. როცა წვიმაა გამოცხადებული საჭესთან არ ჯდებია. ჯამთელი გოგონა ხარ, საჭესთან ჯდომა შენთვის სასარგებლოა. უნდა წავიდე სამსახურში. რა თქმა უნდა. გაიქცა. გაი. საღამოს ჩემი შვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით წვეულება. ჩემმა ცოლმა მღვდელი მოიწვია ის გამუდმებით ჩვენთან ტრიალებს. გამარჯობა ტონი. გამარჯობა. კრემი ანგლე მოგწონს? თუ აკურთხეთ შევჭამ. ის არ მოვა. ვინ? ბებია. ახლა ხან დარეკა. სპირილი დაიწყო და ყურმილი დაკიდა. რაღაცით უნდა დაკავდეს. დედა შენი ბევრად ძლიერია, ვიდრე შენ გონია. ახლა ზიტის მაგირად ცილი შეგვჭა. მოესი ხვები. ან ეს აუზიო ჩემკაი რა შეიძლება ყველგან Breaking Bad-ის რეფერენსს ხედავ. უბრალოდ წესით პირიქით უნდა იყოს, იმიტომ რომ სოპრანოს კლანთან სოპრანოს კლანი უფრო ადრე უნდა თითქოს თავში მოდმა დამარტყა. დაახლოებით. თუ ჯერ არ წავებული. უბრალოდ თავი ხდება. არა, ვიცოვა. დედა, მამა დავარდა. დედა, ტონი. მამა. გადით, უკან. მამა. ენტონი უმცროსო 9-1 დარეკე. და ავატარის ექიმმა კუსანომ ყველა ანალიზის გასაკეთებლად საავადმყოფოში მომათავსა. კლაუსტროფობია თუ გაწუხებთ აპარატურაში მიკროფონია, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ იქნება, ჩუმად იყავით, რადგან ყველაფრის გაკეთება თავიდან მოგიწევს. კარგი. გამარჯობა, კარლ. მეგონა მარტო მოწყენილი იქნებოდი. ხო. დილის 7-ის ნახევარია. ბავშვები როგორ არიან? შენ გამო ნერვიულობენ. ენტონი უმცროს ვუთხარი, რომ მის დაბადების დღეს სხვა დროისთვის გადავიდანთ. კარგი. აია. ეს როგორ ფიქრობ, თავის ტვინის კიბო მაქვს? მალე გავიგებ. კიბო. ავადმყოფის დამშვიდობაც ნუ მესია მქონდა. ძალიან იმედის მომცემია. შენ როგორ ახალი კიბო აღმოჩნდეს. დარწმუნებული რომ Breaking Bad-მა სოპრანოს კლანიდან გადმოიღო რაღაც. კარგად ცხოვრობთ არა?
კარგი წლები გავატარეთ. ისევ ნოსტალგია დაგიწყო. მის მინეს სრულყოფილი არც ერთი ქორწინება არ არის. რა თქმა უნდა, როცა ის საქონელი გვერდით არის. ხომ გითხარი რომ მას აღარ შეხვედრილ ვარ. ამას როგორ გავაკეთებ, როცა მღვდელი გვერდიდან არ მოგშორებია? გაჩვენდი, წმინდა მამა ჩემი სულიერი წინამძღვარია. ის დამეხმარა რომ ნამდვილი კათოლიკე გამხდარიყავი. ხო. ჩვენ სრულიად განსხვავებული მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ შორის იცი რა განსხვავებაა? სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მოხვდები. ეს სულაც ზედმეტი იყო მე თუ გითხავთ, მაგრამ კაი. ჩემი დიშვილი კრისტოფერი ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რედოფინავს თვითფრინავის დრონი კრისტოფერი, კაი. ემილ კოლარი კრის მოლტისანტი ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩვენ გვიყვარს ღორი ჩვენი სოსისი გაგისინჯავს არა მეგონა სოსისი მხოლოდ იტალიური და ჯიმი დიანასი იყო ხომ ხედავ რამდენი რაღაცის გაგება შეიძლება როცა სხვა კულტურის ადამიანს ხვდები მიდა ჩემმა ევზენმა არის ის რომ აქ მოვედი მაგრამ თუ რამეს გადავწყვეტ მოვუყვები იმეილთან დაკავშირებით პროგრესი გვაქვს უბრალოდ ეს სიგიჟე უნდა შევაჩეროთ ნაგვის ბიზნესი იცვლება ჩვენ ახალგაზრდა თაობა ვართ და საერთოდ პრობლემები გვაქვს ემილი სკოლაში სასწავლობდი პოლონეთში პოლონელი არ ვარ ჩეხოსლოვაკიელი ხარ? ასე არ არის? ეს პოლონეთის მსგავსია, ასე არა? აქ 9 წლის ასაკში ჩამოვედი. ვერსტ ესექსში ვსწავლობდი. ესე იგი, ჩემ ძმასთან, გრეგორისთან ერთად ფეხბურთს თამაშობდი. ის სწავლობდა, სად არის? შენ ხომ ამის გამო მოხვედი? შენთვის უკვე ყველაფერი მომამზადე. იმეილი შეაფასე. დაიწყო ჩემი კაი. რა ჩანდება? შემიგაი. კაი, აღარ. რა ჩანდება? ძმა თავში ესროლა. რა ჩანდება? ექიმები კი გამუდმებით ანალიზებს მიტარებდნენ. ისე როგორც ეს ექიმებშია მიღებული. ამიტომ მე და ბიძა ჩემმა გოლფი ვითამაშეთ და შემდეგ წავიხემსეთ. გამუდმებით ბიძას ახსენებთ. რა პრობლემაა? თავი ვინ გონია? ის ადამიანი ვარ, რომელიც საქმის შესახებ გესაუბრება. აი ვინ ვარ? არტის კარგი ბიზნესი აქვს. მასთან ქალაქის შემოგარენიდან მდიდარი ხალხი დადის, ცხოვრებას ნუ დაუნგრევ. რესტორან ვეზუვიში უსი თავს უსაბ თხოდგზნობს. მთელი ცხოვრება იქ სადილობს. მისმინენ, რომელიმე სხვა ადგილას მოკალი. ჩრდილოეთ ჯერსიში უფროსე. ჩემთან ეს არ გავია. შენი დედაც რამდენი დრო უნდა დავკარგო იმისათვის რომ ეს აგიხსნა. შეგიძლიათ კონცენტრირება თქვენ ოჯახზე გააკეთოთ? ჩემი ცოლი და გოგონა ერთმანეთს ვერ უგებენ. კასაკებია. ლაზერული დისკები რაღაც საოცრებაა. ტონი ნათლი მამას გამუდმებით უყურებს. ამბობს რომ ოპერატორის ნამუშევრები ისევე კარგად ჩანს როგორც კინოთეატრში. ხო, გორდონ უილისის ნამუშევარია. ტონი უპირატესობას მეორე სერიას ანიჭებს, პირველს არა. მას ის ადგილი მოსწვა, სადაც ვიტო სიცილიაში ბრუნდება. ფილმი დიდებული ბიჭები როგორ მოგწონს? თქვენ რა სახლში ენტონი ყავთ? ვიღაც ფანჯარაში მოძრება. რა? სახლის გარშემო ლამპიონებია. საინტერესოა ფანჯიდან ვინ გადმოდის? კაცი, არა. ჩემი კაი ესეც. შეჩერდი. მე დო? დედა, შევამჩნია რომ როდესაც აბაზანეს გვერდით ჩაული, გამძვევით მინას ანზარებს. რაიმე, ესეთი ხომ არ გაქვს? გეყოფათ ყოილები, ფანჯრიდან გადმოდი. რა ხდება? ჩემ ოთახში ფანჯარა სპეციალურად დაკეტა რომ მე დავეჭირე. მეგონა ოთახში გაკვეთილებს მეცადინეობდი. ყოილების დიდოსტატი გახდი. ვიცი რომ სახლიდან გასვლა აკრძალული მაქვს, მაგრამ ხვალ პატრიკს თამაში აქვს და მას ვჭირდები. სახლში შაკეტილი რატომ ხარ? არა, ამის გამო არა. ასპენში არ წახვალ. სახლიდან გასვლა გეკრძალება, აი რას გეტყვი. მაგრამ ყველა ეს სისულელე, რასაც ახლა გიყვებით ყველაფერი გაივლის. ექიმ კუსამონს არ ეთანხმებით რომ დეპრესია გაქვთ?
ჯენიფერ მელფი. თქვენი მშობლები იტალიური ჩექმის რომელი ნაწილიდან ჩამოვიდნენ? ექიმი მელფი. მამას ნათესავები კასერტიდან არიან. ავალინოდან. დედა ბედნიერი იქნებოდა ერთად რომ ყოფილიყავთ. უმიზეზო შიშის შეტევა ფსიქიატრიაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. გონება საჭესთან რომ დაგეკარგათ მერე? მისმინეთ, იცით რას გეტყვით? დღეს ყველანი ფსიქოანალიტიკოსებთან, ფსიქიატრებთან, სატელევიზიო შოუებში საკუთარი პრობლემების შესახებ ყვებიან. სად გაქრა გარი კუპერი? რა? სად არის ძლიერი, მდუმარე პიროვნება? ამერიკელები ხომ ასეთები იყვნენ. მას არაფერი აღარ იმას აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. მათ არიციან, რომ გარი კუპერს თუ რაიმე აღელვებს, ისიც დაიწყებს ამის შესახებ საუბარს. და ვეღარ მოაკეტინებ და შემდეგ ის უუნარო იქნება, აქაც და იქაც. ეს ძალიან გაშფოთებთ. იცით რას გეტყვით? კოლეჯში წელიწად ნახევარი ვისწავლე. მესმის ფროიდი. მისი თერაპიის კონცეფციებს ვიცნობ, მაგრამ ჩემს სამყაროში ასეთი რაღაცეები არ არსებობენ. შემიძლია უფრო ბედნიერი ვიყო. ხო, ყველას შეუძლია. გააქვთ დეპრესია? გრძნობთ რომ დეპრესიაში ხართ? კი. მას შემდეგ რაც იხვები გაფრინდნენ, შესაძლოა. იხვების გაფრენას წინ უძღოდა გონის დაკარგვა. მოდით მათზე ვისაუბროთ. კაი. თის ვერაფერში დაადანაშაულებ. ეს ბიჭი შენ მოკალე. ინიციატივა უკანასკნელად გამოვავლინე. წარმოგიდგენი არ აქვს ცნობილი. თი ბიზნეს თავს ვერ ართმევს. მე კი სხვათა შორის კონკურენტი მოვკალე. ის ბიზნეს არ ღუპავს. ნიუ-იორკში ნარჩენების აღდგენა რთულია. 1 2 3 ჯანდაბა, ნამდვილი სირობა. რა პუსი? ბიძია კოვარი თავისი დიშვილის გვამს ერთ-ერთ საკუთარ კონტეინერთან იპოვის და ჩვენ ბიზნეს შეეშვება, არა? არასოდეს. ლუის ბრაცის თევზებთან ერთად წინავს. ლუკა ბრასი. ლუკა, რა მნიშვნელობა აქვს? უზარმაზარი განსხვავებაა, კრისტოფერ, კარგი? ლუკა ბრასის საქმესა და ამას შორის დიდი განსხვავებაა. ნისმინე. როგორც კი კოლარი გაიგებს, რომ ის მოკლულია, მასთან მოლაპარაკება ძალიან გართულდება. ამასთან ერთად პოლიციამ კვლევის ძებნას დაიწყებს. რის გაკეთებას აპირებ? უნდა გაქრეს. სახლში არ მედის. მათ იციან, მაგრამ ამავდროულად არაფერიც არ იციან. მათ იმედი აქვთ, რომ შეიძლება დაბრუნდეს. ხო, მიდი, ავიყვანოთ. მიდი, ასწიე. სტეინ აილენდში წავიყვანოთ. მისმინე, თქვათ, თიმ საკუთარ დაბადების დღეზე გონება დაკარგა. რას გააკეთებდი ის, რომ უუნარო გამხდარიყო? ამას რატომ ეკითხები? ნუ არ ვიცი. ლექციებს არ კითხულობენ. ახლა უნივერსიტეტის ლექტორი ზორა ნილ ჰერტონის რომანების შესახებ იმსჯელებს. ამ სკოლაში არ სწავლობთ? შვენიერია. ბებია, აქ ძალიან მაგარია. ამაზე მართლა დაფიქრი, კარგი? შაშან ეს ოთახი გაარემონტეს. იმ კარის უკან რა გაქვთ? იქ სამკურნალო განყოფილებაა. გასაგებია, ეს საავადმყოფოა. არა. არა. აქ მე ვერ შემომიყვან. დედა, არ უსმინე. არ არის ეს დაწესებულება, მოხუცი ხალხისთვის არის. ეს ქალები ინვალიდის ეტლით ვნახე, იდიოტებივით თრთოდნენ. დედა. გასაგებია, თქვენ გონიათ რომ ყველაზე ძლიერები ხართ. დედა. ენტონი, აქ ხალხი იმიტომ მოყავთ რომ მოკდნენ. ღმერთო. ღმერთო. დაუძახეთ ვინმე მეკებს გთხოვთ. მაინც დაბრუნდა. ესე იგი, დახმარებისათვის ისევ დაბრუნდით. ამას როგორც წაგებას, ისე ნუ შეაფასეთ. ის დიდი დეპრესიის დროს გაიზარდა, მაგრამ დეპრესია 6 დროშით მოგზაურობა იყო. ისევ სიტყვა დეზე. მოდით დედა თქვენზე ველაპარაკოთ. კაი, მიდი.
როცა მამაჩემი გარდაიცვალა, ის დედაჩემისთვის წმინდანი გახდა. როცა ცოცხალი იყო, მაშინ მისთვის არაფერს არ მოადგენდა. მამაჩემი ძალიან მაგარი იყო. მას თავისი გუნდი ჰყავდა. სერიოზული კაცი იყო. დედაჩემმა კი მისგან სრული არარაობა შექმნა. როცა კვდებოდა, შეშინებული თაგუნა იყო და არა მამაკაცი. ძალიან ძლიერი დედობრივი გამოვლინება. გულწრფელად გეტყვით. საკუთარი სამუშაოდან განსაკუთრებულ შეამონებას არც მე ვიღებ. რატო? რიკოს გამო. თქვენი ძმა? არა, ეს კანონი რიკოა. ხსმენიათ მის შესახებ? ხო, რა თქმა უნდა. თავრობა თვალთვალისათვის სხვადასხვა სახის ელექტრომოწყობილობებს გავს. სხვადასხვა იურიდიულ მეთოდებს მიმართავენ იმისათვის, რომ ჩემი ბიზნესი შეავიზროვონ. იმის გამო არ წუხართ, რომ ფულს ასეთი სახით შევულობთ. კი. გაიდაიცეთ მოვალმალე. ბოდიშით ასე მოვოდნად რომ დაგტოვეთ. გავაქცევათ. ჯერჯერობით სერია ნორმალურია. სოპრანოს კლანი. პირველი სეზონის პირველი სერია 3-2-1 გავაქცევით. კი. მივხვდი რომ დამწუხრებული ჯამბაზი უნდა ვიყო. გარედან უნდა ვიცინო, შიგნიდან კი უნდა ვიდირო. გესმით? ყველაფერი იმსხვრება. ადრე ციხეში ყველა ჩუმად ჯდებოდა. ყველა უკლებლივ დუმილის კოდექს ვიცავდით. ახლა კი საერთოდ არაფერი მეც. ბიჭებს დღეს სასჯელ აღსრულების გამოცდილება არ აქვთ. ყველა ცდილობს ფედერალური მოწმე გახდეს. როდესაც ამის შესახებ უბრალოდ ვსაუბრობ, აი ამ დროსაც კი ვნერვიულობ. დღევანდელი ფარმაკოლოგიის საშუალებით მტანჯველი ნერვიულობისა და დეპრესიის მოხსნა ადვილი შესაძლებელია. ნუ, ვნახოთ. ზუსტად. ახლა პროზაკს გამომიწერთ. შევიგე. სერიოზულად, ამდენი დაცენზურირება მიწევს ამ სერიაში? მაჰაფის ფული არ აქვს. რას ნიშნავს მაჰაფის ფული არ აქვს? იმას რომ მაჰაფის ფული არ აქვს. როგორ ფული არ აქვს? კაც ფული არ აქვს. შენ და თი მას მანქანა დააჯახეთ. მას ფული საერთოდ არ აქვს. კაცი გაკოდრდა. აბა გავიგე ჯუნიორ პულსი ბომბასნიეროს ჩაძირვა უნდა. პულსი მალანგა. პატარა პულსის. ხო, პატარა პულსის. შენ რა გეგონა დიდ პულსის გადაული და? ჩემ პულსის. ანდრეა. ყველა სასმელი მოიტანე. დაწესებულების ხარჯზე მთელი ღამე. მაპატიეთ მისტერ დანტე, მაპატიეთ. მაშასე. ბიძა შენ სურვილი არ აქვს ბოსად გაღიაროს. სამწუხარო წყობაა. მთელი ცხოვრება მას თქვენზე კბილი აქვს დადებული. ჯერ მამა შენზე, თავის უმცროს ძმაზე, რადგან მისი ძმა უფრო ადრე მიიღეს ვიდრე ის. ახლა კი შენ, რა თქმა უნდა ის შენ ბრძანებებს ვერ აიტანს. ჰეშ, ის კაცი მიყვარს. ის თავით არ მუშაობს. ახლა ის თავს დაუცველად ხსნის. ამის მოსმენას ასე ამოვნო არ არის. შენი მეგობარი არტი, რომელსაც რესტორანი აქვს. 3 კვირით ქალაქიდან სადმე მოშორებით გაუშვი. რესტორანი დაკეტილი იქნება და თავდასხმას სადმე სხვა ადგილას გადავიდანთ. აჰა. შენ ნაბიჯვარო ბებეროებრელო. არ მეკვირდა აი ამ მამაჩემი ბიჭის გვერდიდან დაგიჩორებდა. ძმისშვილის მსახიობი მეცნობა. ძინაზეც ვაკვირდებოდი და 100 მასეს. პირველ ნაწილს რო ვიღებდი. კარგი, ახლა მაჰაფის საქმეში ახალი პარტნიორი ხავს. შენ. ექიმებზე, საავადმყოფოებსა და მსგავს სირობებზე ჯანდაცვის სამინისტრო მილიონებს ხარჯავს. მხოლოდ კომპიუტერისთვის $2000 წამგლიჩეს. ასე რომ მაჰაფის არჩევანის საშუალება მიცეთ. ან მისი კომპანია დაიწყებს ჩვენი ყალბი კლინიკებისათვის გადახდას. ან ის გადაგვიხდის 250 ტონას ნაღდი ფულით. ამის გაკეთებას კი ვიცით რომ ვერ შეძლებს. ან წვიმიან ღამეს ჩვენთან ერთად უღრან ტყეში გამოისეირნებს. ძალიან ჭკვიანურია. შეიძლება მნიშვნელოვანი ფიგურა გახდე. შესაძლებელია როგორც კარგი ნაგავი. ნაგავი ჩვენი კარაქიანი პურია. იყო.
Miss Meadow. Med. მე არ მოვდივარ. ყოველ წელს ამ დღეს შენი პატარაობიდან დედა და მედოუ ნიუ-იორკში სასტუმრო პლაზაში ელოიზის პორტრეტის ქვეშ ჩაის დასალევად მიდიან ხოლმე. შეხედე. შენი სად არის? სკოლაში უამრავი საშინაო დავალება მომცეს. მედოუ ეს ხომ ტრადიციაა, ჩვენ ყოველთვის კარგად ვიყავით. სიმართლე თუ გაინტერესებს, ჩემთვის 8 წლიდან მოყოლებული ეს ნამდვილი სისულელია. ხოლო იმიტომ მოვდიოდი რომ ეს შენ მოგწონდა. დაახლა რამდენი წლის ხარისზე? მე ვფიქრობდი რომ იქ ყოველთვის ვივლიდით. შენი გათხოვების შემდეგაც კი. აჰა. შენ გოგონებთან ერთად. იმედი მაქვს იმ დროისთვის აქ არ ვიცხოვრებ. თქვენ გაქვთ მედოუ, არ შეიძლება ცრუებდა და წესებს არ ღვევდა, რომელიც შენ არ მოგწონს. რაღაცის თქმა გინდა? დედა, საერთოდ გესმის ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანი ასპენში თხილამურებზე სასიაო წასვლა. შენი აზრით ეს ყოველ წელს ხდება? როგორც შენი სულელური ჩაისმა სასტუმრო პლაზაში. ნახვამდის. გთხოვ, კარი დახურე. არდი. ცოტა დაუმატეთ. ცოტა, ხომ გითხარი ამდენი საჭირო არ არის? არდი. გამარჯობა. გამარჯობა. გუფტას ყურადღება მიაქცია. ისმინე შეგიძლია დამეხმარო? რა მოხდა? კრუიზი. კარიბის კუნძულებზე 11-დან 29-მდე. რამოდენიმე ბილეთია. მე წასვლა არ შემიძლია, შეგიძლია ეს ჩემგან საჩუქრად მიიღო. ისმინე, საიდან გაქვს? უფასოა. უფასოა? უფასოდ საიდან გაქვს? უბრალოდ როგორც რესტორნის პროფკავშირის მენეჯერი ვცდილობ სტომატოლოგიური მიმართულებით დავწერდე. მისმენ? ხო, ორი დანტისტი ერთმანეთს შევახვედრეთ და მათ ეს ბილეთები მომცეს. პრობლემა ის არის, რომ ახლა გამგზავრებას ვერ შევძლებ. გამომართვი. დასასვენებლად ბოლოს როდის წახვედი? ენტონი. გმადლობ. არაფერს. Mr. Soprano? ასეთი საჩუქრები ტონი სოპრანოსგან არ უნდა მიიღო. არასოდეს. მისმინე შერმეინ. დასვენების გარეშე ომარის ტრაკებს კიდევ თუ გავარღვევ, უბრალოდ შევიშლები. ამის შესახებ საუბარიც კი არ მინდა. გთხოვ? ვასედ. არტ? მელისა, მივდივართ. სახლში წასვლის დროა. ძვირფასო, შენც უნდა წამოხვიდე. ჩვენ ორივე უნდა წავიდეთ და დავისვენოთ ჩვენი ქორწინების. არა, ისიც საკმარისია რომ ეს ბანდიტები გამუდმებით აქ მოდიან, გასაგებია? და მე რა მოხდა, ჩვენ ხომ მათ საქმეში არ ვართ. მართალი ხარ, რადგან ამ ბილეთებზე უარს ვამბობთ. მაგრამ ბილეთები უფასოა. ტონი პროფკავშირის მენეჯერია. არტურ, ბოლოს და ბოლოს როდის გაიზრდები? ნუ თუ მართლა შეგიძლია დაიჯერა რომ კვილის ექიმი ნიუ-ჯერსის მაფიას ნორვეგიის ლაინერზე პირველი კლასის ბილეთს აძლევს. ნუ თუ არ გისმის რომ ამ ბილეთების გამო ვიღაცას მუხლები გაუხრიტეს. გერმან გაიგე, ამით სიარული საერთოდ არ შემიძლია. რითი? ყალბ საბუთებს ხელს ვერ მოვაძებ. საბუთებს ნამდვილისგან ვერ გაარჩევ. რომ დამიჭირონ? გეყოფა, სიცხვილია შენი მოსმენა. შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ არა? მე დეპრესიაში ვარ, საშინელი დეპრესია მაქვს, არც ჭამა და არც ძილი არ შემიძლია. პროზაკს იღებ? ზოლობს ვიღებ. ეს ერთი და იგივე. ამბობენ აზარტული თამაშები ძალიან ეხმარება. მართლა? ამბობენ ნერვიულ აშლილობას ახალი ანტიდეპრესანტები ძალიან შველის. ხო, მას შემდეგ რაც აზარტული თამაშების გამო ფეხი მოგტეხეს, აბებზეც დამждარ ხარ. ვცდილობ ცინიკური არ ვიყო. ყველაფრის მიზეზი შენი ვალია და განცდა რომ ირგვლივ ყველაფერი შენი პრობლემების წყაროა. ეს ორივე ვიცით. ვიცი ჰერმან, ვწუხარ რომ არ გადაგიხადეთ. არაფერია. ტონი სოპრანოსთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მინდოდა. მისმინე არ გინდა კლდეზე გაისეირნო? ვერ შეძლებ. გეყოფა. იქ ძალიან ლამაზია. წამოდი და იქ საფიქრად ხშირად მივდივართ ხოლმე. მე მგონი იგივე ფრენით გაგიშვებენ ახაც. გმადლობთ, მაგრამ არა. რაღაცა სურვილი არ მაქვს. მისმინე, ვიდრე ტომოგრაფიის შესახებ ვისაუბრებდით, რაღაცას ამბობდით. კარგი.
თი დიკი გეძებს გამარჯობა ტონი ტრაიბორო ტაიენსის შესახებ რაღაც გავიგეთ ძმები კოლორები ჩამოიშორეს ეს კარგია მაგარია სხვათა შორის არტი ბუკოს შენი ნახვა უნდოდა უნდა წავიდე ბიჭებო ნახვამდის არტი კარგად ხარ არ შემიძლია რა მოხდა შენ მოვილაპარაკეთ ქალაქიდან უნდა წახვიდე საბატია გაიგადრია არანაირი კარი მაგი და 2 კვირის წინ შევუკვეთე სერ ხომ მოგიხსენით ხალხი მაგიდეს არ ეთავისუფლებს თქვენ წინ რიგში კიდევ 5 წყვილია ახლა რა გავაკეთო ძალიან დიდი ამბავი მოვაწყე რატომ არ გინდა სხვა რესტორანში წავიდეთ ჩვენ უკვე აქ მოვედით მისტერ სოპრანო როგორ ხართ ჯუზეპე როგორ ხარ გამარჯობა გთხოვთ აქეთ წამოვწანდეთ მადლობ უკაცრავად საყურელო მომშივდა ტონი სად მიდიხართ გამარჯობა როგორ ხარ კარგად აქ ხშირად მოდიხარ როცა ამის საშუალება მაქვს მისვინეთ ბოლო შეხვედრისას თქვენი რჩევები ძალიან დამეხმარა კარგია როგორ ხარ ნილს იცი ეს ვინ არის ცხადია იცი ის რა შენი პაციენტია კი მომიზი რომ ვერ მოგეყვები გასაგებია რჩევებს ბანდიტებს აძლევა რა ნილს ჯანდაბა მოკეტე მისტერ ბორგლან თქვენთვის მაგიდა უკვე მზად არის რესტორანში ის კარი ვინ იყო ჩემი დეკორატორი რას გულისხმობ შენ ნაგაზონის დიზაინს უკეთებ მორჩიც ახლა ჩემს კუც ხელი არ ახლო ჯანდაბა ეს ჯონ კენედის ქუდია აუქციონზე ვიყიდე მომეცი ღმერთო ვიცი რომ თქვენ შორის რაღაც ინტიმური არსებობს მსგავსი არაფერი ხდება უბრალოდ საუბრობთ ინტიმური ნახეთ მე ხლა ნახევარსელი ეს რომ ბლარებს დავადებ მისტერ სოპრანო ბუონასერა დიდი ხანია ჩვენთან არ ყოფილხართ რატომ არ ჩანდით სენიორა კარმელა გთხოვთ იცი ზოგჯერ ცხოვრება მშვენიერია მშვენიერი ცხოვრება ხშირად არის მშვენიერი მაგალითად ნამდვილი რეგალიები უკანასკნელი რამდენიმე დღეა კარგ ხასიათს ეხარ კარმელა რაღაცაში უნდა გამოგიტყდე აბა რასაკეთებ ბოკალს მოხერხებულად ვდებ რომ ღვინო სიფაჩი კარგად ჩაგვიგდო გამოვიდეთ ყველაფრის დრამატიზირებას ნუახტენ მიდი სწრაფად მომიყევი აუჩემი პროზაკს ვსვამ ეს ფიქრობ ეს ძალიან გაბედული ნაბიჯია მოცა კარგი რატო გადა ეს ფიქრობ ეს ძალიან ამოჭრილი ეს არის კარგი დაწმა არა მართლა კარგი ისეთი შეგრძნება მაქვს თქოს მე ლექტორი განიბალი ვიყავი ფიქრობ ეს მშვენიერია ფსიქოლოგია სულს ვერ გამოგიჩენს სულ სხვა რაღაცის შესახებ არის მაგრამ ეს დასაწყისია მორჩა ჩუმდები არაფერს ვიტყვი ერთადერთი ადამიანი ხარ ვინც ამის შესახებ იცის გესმის ეს იმიტომ გითხარი რომ ჩემი ცოლი ხარ შენ პლანეტაზე ერთადერთი ადამიანი ხარ ვის წინაშე სრულიად გულწრფელი ვარ გეყოფა ჯანდაბა არ გეხუმრები ამის შესახებ რომ ვინმე გაიგოს კაფეში ტყვის ანტიდეპრესანტს დამახლიან გესმის მისმენე არ ვიცოდი ასეთი უბედური თუ იყავი არ ვიცი ყველაფერი დედა ჩემის გამო მამა შენის შესახებ მოუყევი არა ვის შენ ფსიქოანალიტიკოს
მოუყევი. კარგი. დედაშენი ჯერ კიდევ ისეთივეა. არ ვიცი, უბრალოდ უკანასკნელი პერიოდი ჩემი ცხოვრება რაღაცნაირად არის. მიწაზე ჩვენი არსებობა ქაოსია. ჩემი გოგონა ვერ მიდას. ნუ მას ვერ გიტყვი რომ ვერ გიტანს, სვეტშია, საუკეთესო არ მეგობრები ძუხარ. ვიყავით. დედები და შვილები. დაბრუნდება. კი. გისმენთ? მერთო რა მოხდა ტელეფონი თავისუფალი გაქვს? მომწავე. ჰო, მამა? პრიმავერა მოგიტანე. შენი საყვარელი. აჰა. ვინ არის? კრისტოფერი. გამარჯობა. ჩვენი მეგობარი დაბრუნდა. პატარა პუსი მალანგა, რომელიც დიდი პუსი მალანგაში ხშირად ერევათ, ეს არის ფლორიდიდან დაბრუნდა. ესე იგი უკვე მალე დაიწყება. არაფერი მოიმოქმედა, ყველაფერი გათვლილი მაქვს. მიდი. მიდი. ეს როდის ხშირდება? სწორედ ახლა. ოჩახმედოუ, შენი ერია. ვესტები რაიმე მოვიფიქრო. საჯო, სად იხედები? რა შვები, ხაზი იყო? დედა არ მასულა? არ მეგონა მისი ნახვა თუ გინდოდა. მანქანა იქ დგას. გამარჯობა მისტერ დადნე. გამარჯობა ჰეზერ. დღეს კარგად ითამაშეთ. ჰეზერ დანტემ სპაიკი სად იპოვა? მამა, არ გიჩვენება რომ დედა უსამართლოდ მიქცევა? გამუდმებით სცენებს მიწყობს როგორც ფილმში. საბრალო დედა, რომელსაც საკუთარი შვილის შეჯიბრზეც კი არ შეუძლია მისვლა. მამა? მისმინე, ნუ თუ არ გესმის, ასპენში გამგზავრება ჩემთვის რამდენად მნიშვნელოვანია. რაზე ფიქრობს? მამა? დიდი ხანია აქ არ ყოფილა. მამა, გთხოვ, დაელაპარაკე. ძალიან გთხოვ. ეს ძალიან სულელურია. აქ რატომ დავსხედით? იცი, დედა შენი ფიქრობს, რომ შენ შეიძლება საუკეთესო სტუდენტი იყო და მეც ვეთანხმები. გამაგებინეთ, ჩემგან რას მოითხოვთ? გინდათ რომ სრულყოფილი ვიყო? ეს ეკლესია შენმა დიდმა ბაბუამ და მისმა ძმამ ააშენეს. შვენიერია. მარმარილოსა და ქვის მჭრელები იყვნენ. იტალიიდან ჩამოვიდნენ და ეს ეკლესია ააშენეს. ხო, რა თქმა უნდა, ორმა ააშენა. არა. ისინი ორნი იყვნენ, კიდევ მუშები იყვნენ, რომლებიც ეხმარებოდნენ. ეს ეკლესია მათ არ დაუპროექტებიათ, მაგრამ იცოდნენ როგორ უნდა აეშენებინათ. გარეთ გადიდა ორი ადამიანი იყო, ვინც აბაზანაში ორი ფილის დაგებას მაინც შეძლებს. აქ რა ხდება? ჩემი კაი. აი. მაშა ასე თავს შესანიშნავად ვწვევ, რაც კი ვიცი აქ მოსვლა ისე მჭირდება თუ არა. საქმე პროზექტში არ არის. რატომ? ამბობთ, რომ უფრო ნათლად აზროვნებთ და თქვენი ძოლი თვლის, რომ თქვენ უკეთხართ. საქმე წამლში არ არის. იმისათვის, რომ პროზექტმა მოქმედება დაიწყოს, რამოდენიმე კვირა აუცილებელი. მაშინ რა ხდება? ეს აქ სიარულის გამო ხდება. საუბრების გამო. იმედი უამრავი ფორმით ჩნდება. ამისთვის დრო ვის აქვს? ამით რისი თქმა. წუხელს იზმარი ვნახე. თითქოს ჭიპის ნაცვლად კანჩი რა? კონდა. მისი მოხსნა დავიწყე.
როცა ამოხრახნე პენისი მომწრა. ზრეს მინიშნოთ. ავიდე, ხელში ეს უცნაური იყო ბოდიში. დავრბოდი. იმ ბიჭს ვეძებდი, რომელმაც ოდესღაც ჩემი ლინკოლნი შეაკეთა. მაშინ, როდესაც ეს დავახვედე წესიერი. მინდოდა ისევ უკან ჩაიხრახნა და ხელში მეკავა მოულოდნელად ჩიტი მოფრინდა და ნისკარტი ჩაავლო რა ჯენდაბა და მასთან ერთად გაფრინდა. რომელი ჩიტი იყო? არ ვიცი. თოლიან წყლის ჩიტი იყო? იხვი წინაკვირას საკაბელო ტელევიზიით ჩიტების შესახებ გადაცემას ვუყურებდი, შეიძლება ამიტომაც ვნახე. კიდევ რომელი წყლის ფრინველი იცით? ვარხვი. ფლამინგო. იხვებზე რა სიტყვით? იხვები ტონი წეული იხვები. რატომ იყვნენ ეს იხვები თქვენთვის ასეთ მნიშვნელოვანი? არ ვიცი, ალბათ თავგადასავლის გამო. ველური იხვები ჩემს აუზში მოფრინდნენ. პატარა იხვები გამოჩეკეს. ეს მსახიობი ფსიქოლოგის მსახიობის და როცა სპეციალისტია გაფრინდნენ, ძალიან განვიცადე. ეს უნდა მოძებნონ მსახიობები და ტირილი მაკლდა ამის დედაც. როდესაც იხვებმა შვილები გამოჩეკეს, ოჯახი გახდა. ასეა? მართალი ხართ. აქ კავშირი არსებობს. ვშიშობ, რომ ოჯახი არ დავკარგო. ისევე როგორც იხვები დავკარგე. აი, ეს არის რისიც მეშინია. ეს შიში გამუდმებით თან დამყვება. ასე რისი გეშინიათ, რა შეიძლება მოხდეს? არ ვიცი. ნუ რაც მოხდება შემდგომ სერიებში გავიგებთ. მთელი ძალის ხმევით და საბოლოოდ ხედავ მთელი შენი ცხოვრების ოცნება როგორ იქცევა ფერფლად. ამას სხვა მხრიდან შეხედე, შენ ხომ დაზღვევა მიიღე. არტურ, გაიგე, შეიძლებოდა ბევრად უარესი რაღაც მოხდარიყო. ამაზე უარესი რა უნდა ყოფილიყო ეს წეული დეფექტური ღუმელი. არასდროს გიფიქრია, რომ შეიძლებოდა ხალხს რესტორანში სიარული შეეწყვიტა? ამაზე არ მეფიქრია. მორჩა, არაფერი არ ვიცი. ის მართალია, ამაზე დაზღვევა არ არსებობს. ხალხს რესტორანში სიარული რატომ უნდა შეეწყვიტა? მე ხომ სულ ახლახან დავიწყე მოგებაზე წასვლა. იცი რას მივხვდი? როცა სატკივარს ამბობ, თავს მსუბუქად გზნობ. მართალია. იმედი უამრავი ფორმით ჩნდება. ზუსტი ნათქვამია. კარგი შეწყვიტე. ღმერთო, დაიკავე. არტი, კარგი გეყოფა. შემომხედე, კარგი. შემომხედე. ყოველთვის დაგეხმარები. შეწყვიტე, კარგი. კარგი. ნუ ეს ისე მარტო ზის. კარგი, წადი. რამე მომამზადე, მიდი გავუშვით, რაიმე მომამზადოს. ოდესმე აუცილებლად მოუყვები, რომ რესტორანი ჩვენ ავაფეთქეთ. რა დაგემართა, რა იყო? იცი შეგეძლო უბრალოდ გეთქვა, რომ ყოჩაღკრის ტრაიბოტი ტაუერის კონტრაქტი მშვენიერი იყო. მართალი ხარ? ოჩახ. ვერ დავიცავ. სწორედ ასე გავიზარდე. არავისგან მხარდაჭერა არ ქონია და კომპლიმენტიც არასდროს არავის უთქვამს. სხვათა შორის ჩემი ბიძაშვილის მეგობარი გოგონა ჰოლივუდში მუშაობს. ამბობს, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრების ისტორია გავყიდო და ფული ვიშოვო. მე ეს არ გავაკეთე. შენთან დავრჩი. მოდი აქ, მოკლავ. რის გაკეთებას აპირებ?
თავი ჰენრი ჰილი გონია, რამდენი ბანდიტი ყიდის თავის სცენარს და მერე იცილით იმთავრდება, მითხრა რომ შემიძლია საკუთარი თავი განვასახიერო. მართლა? ხო. დაივიწყე ჰოლივუდის სცენარი. ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, გესმის? ფიქრობა ასეთი წინადადება ჩვენთვის არ უთქვამთ. ასე გონია, ხო? სამსახური გაქვს. სამომავლო გეგმები. ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, გასაგებია? ნახე რა მშვენიერი დღე არის, შეხედე. ცუდი რა შეიძლება იყოს? დუამ თეგის რაღაცებს. რა კარგია რომ ჯუნიორის დაბადების დღეზე მოყავარ. ვიღაც მაინც რუნავს ჩემზე. დღევანდელი ბავშვები. მას გონია რომ მოხუცთა თავშესაფარში თუ გამომამწყდოს, მალე მოუკვდები. მაშინ ჩემი ტარებაც აღარ მოუწევს. მამამისი რომ ცოცხალი ყოფილიყო, წესრიგს დაამყარებდა და საკუთარი დედის პატივისცემას ასწავლიდა. ჩემი ძმა ჯონი ღირსეული მამაკაცი იყო. ის წმინდანი იყო. რაც უნდა იყოს, ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ისე არ არის როგორც ჩემი და ჯონის დროს იყო. რას გულისხმობ? საქმეს ისე ვერ ვაკეთებ როგორც მე მინდა. ეს საშინელებაა. ამ კვირას შენი შვილი უხეშად იქ ჩაეტენა, სადაც საჭირო არ იყო. და ყველაფერი გამირთულა. ჯანდა. გარდა ამისა, თავის ცხვირს ნიუ-იორკში ყოფს. რას გააკეთებ? მათი ყველა თაობა ასეთია, გახსოვს ის იდიოტური ვაცნობები, ნარკოტიკები, ახლა ჯარში პიდარასტებიც მიყავთ. შეტყვიდე ჯუნიორ, მანერვიულებ. შენი განერვიულება არ მინდალებია, მაგრამ ეს გამუდმებით მაღიზიანებს. აი კიდევ რას გეტყვი. სიტუაცია განუწყვეტლივ უარესდება. ბევრ ჩვენს მეგობარს პრეტენზიები აქვს. და ტონი კიდე იცახდა სუჯირა უნდა მოხდეს. ის აღარ არსებობს. და ამაში იუსტიციის დეპარტამენტის დადანაშაულება არ შეიძლება. ჩემი მეგობები მეკითხებიან, ჯუნიორ, საკუთარ ხელში მეტ ძალაუფლებას რატომ არ იღებო? ტონის რაღაც უნდა მოუხერხოთ, ლივია. აი რას გეტყვი. არც კი ვიცი. აი ისინიც, გამარჯობა დედა, გამარჯობა ბიზიაჯუნ. მესკეთის ნახშირზე ამზადებ? ძეხს საშინელი გამოექნება. გამარჯობა ბებია. დაბადების დღეს გილოცავ ჩემო დიდო ბიჭუნო. კარმელა დედა ჩემი მოვიდა. ყველას უფრასთან. Hey, Maddo, I'm not gonna eat, are you? ნუ, ახლა უკეთესად მაინც გადაიხდიან დაბადების დღეს. ასეც კაი კადრია. კაი კადრები იყო ამ სერიალში. Всё? ასე, სწრაფად გავიგეთ რომ მე თუ გითხავთ. And by night rants and rages at the stars. სიმღერა მომწონს. God help the beast in me. God help the beast in me. The beast in me. კაი. ესე იგი ეს იყო სოპრანოს კლანი, პირველი სეზონის პირველი სერია Pilot. ნუ რა ვიცი, სერია საინტერესო იყო, როგორც უკვე თქვი, არ ვიცოდი თუ იმაზე, ანუ ეს ბანდიტების ამბავი თუ იქნებოდა, ნახეთ არ მეგონა, მაგრამ სოპრანოების საინტერესო ოჯახი ჩანა. რა ვიცი. თვითონ ტონი მთავარი გმირის საინტერესო პერსონაჟი ჩანს. ეთყობა რომ ბევრი რამეს წინ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად მიჰაიპებენ მაგ პერსონაჟს, კარგი ისექნება. განვითარება სეზონის ბოლოს, თუ უბრალოდ სერიალის ბოლოსკენ, სავარაუდოდ ვოლტის პონჩი იქნება, Breaking Bad-ის, რომ ვაფშე სხვა ადამიანად გადაიქცევა ბოლოს
და ძალიან ბევრი მსგავსება იყო Breaking Bad-თან მე თუ მკითხავთ. ვაუ. რა ვიცი. ზოგადად კაი სერია იყო. რავი. პერსონაჟები მომწონს. ცოტა მინდა რომ უკეთესად გავერკვიო მაგ თემებში, რაც აქ ხდება, იმიტომ რომ რა ვიცი, თქვათ ყველაფერი გაუგებარი არ ყოფილა, მაგრამ ნელ-ნელა იმედია უფრო პერსონაჟებსაც უკეთესად რო გაგვაცნობენ სიტუაციასაც, მე პირადად გავერკვევი და უფრო ისე ვიქნები ჩართული რა, იმიტომ რომ აგერ ამ სერიაში საერთოდ არ მილაპარაკი, უბრალოდ როგორ არ მილაპარაკია, მაგრამ ძალიან ცოტა იშვიათად. ამიტომ მინდა რომ ეს შეიცვალოს უკვე შემდეგ სერიებში. ისე კარგი იყო, რავი. მომეწონა და მინდა ვნახო შემდეგი სერია. თუმცა ჯერ არა, ჯერ 300 გამომწერზე ავალ და მე გავაგრძელებ ყურებას. ასე თუ ისე. დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ დალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.